ვითომ ვინც გადაუყია, იმისგანაც დაზიანებულია, მე მეუთხარი. იმანაც დაგიზიანა შენ, არაო, მარტო იმან დამიზიანაო. ეს მამაკაცი იმ ფაქტს იხსენებს, თუ როგორ ძალადობდა აზერბაიჯანიდან ამ სოფელში სამუშაოდ ჩამოსული ახალგაზრდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მის ნათესავზე. იგი ფერმაში მოტყუებით მიიყვანა, ფიზიკურად გაუსწორდა, შემდეგ კი სექსუალური კავშირი დაამყარა. რა უნდა იმდებელი ვიჟი იქანა მაგასთან. ან იმ საქონელის ბადრონი სადი იყო, როგორი იყო იმ წემს? წევსთან მოხდა. წემსობა ხონია, მინდორში წემსობაში ხონია. ის ვიჟი წემსად ყოფილა, ვინც დააშავა ეს საქმე გააკეთა. ეს ინვალიდი ბიჭი იქ შეიტყუა? ხო, იქ შეიტყვა, როგორ შეიტყვა, არ ვიცი ახლა. შემთხვევა ლაგოდეხის ერთ-ერთ სოფელში მოხდა. მას შემდეგ, რაც დანაშაულში ეჭვმიტანილმა ფაქტის გახმაურების შემდეგ გაიგო, თვითმხილველი ცივი იარაღით დაჭრა. იმას, ვინც გადაუყია, კიდე ჩაურტყია დანა, ყელში, აი აქ კლავზე. დანის ადგილიც არის, კიდევაც გურჯანში იმაზე ექსპერტზე ჩაიყვანეს ის ბიჭი. ეგ ჩვენ დაზიანებული ქალაქში წაიყვანეს. სოფელში ამბობენ, რომ მოძალადე მათ სოფელში აზერბაიჯანიდან რამდენიმე წლის წინ ჩამოვიდა და მწყემსად მუშაობდა. სავარაუდოდ იგი ადრეც იხდიდა სასჯელს, საქაურები მის უმკაცრესად დასჯას მოითხოვენ. ის ბიჭი ჯერახაული არ არის. ეს არის აზერბაიჯანიდან გაქცეული. ეს ამუბანი ამბობს, რომ განცხადება დავწეროთ და ეს ვაფშე გავაგდეთ აქედან. ეს ძალიან წესიერ კაცი არის. ეხლა ციხეში რომელიც არის. ეს კიდე მახინჯია. მახინჯი და მუნჯია, გაგება არაფერი არ აქვს. კაი საქმე არ არის რა ვაფშე. თემურ სოფელში. არ ვარ ესეთი. თან სხვა ვინმე აქ მოხსვა ცხოვრობა და აი ეგ არ საქმე. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. საქმე 128 მუხლის პირველი ნაწილით აღიძრა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დანაშაულში ეჭვმიტანილს 6-დან 8 წლამდე პატიმრობა ემუქრება.